პროექცია. პროექცია რა არის? პროექცია არის, როდესაც მე აი ის თვისებები, ის მდგომარეობები ჩემი რაც ჩემთვის არის მიუღებელი, ხედავ სხვებში და ვაბრალებ სხვებს. სინამდვილეში ჩემია და მე ამას პირდაპირ ვაპროეცირებ, ანუ ვხედავ სხვებში. ის რაც ჩემშია, ანუ მე ვარ ამ მდგომარეობის ემოციის აი ამას ვხედავ სხვებში და ვაპროეცირებ ამას სხვებზე. ეხლა ჯანსაღი თვალსაზრისით პროექცია რომ არ იყოს, ვერც მაშინ გავიხარებდით, იმიტომ რომ პროექცია ძალიან ეხმარება შემოქმედებით ადამიანებს. პროექცია რომ არ იყოს, ვთქვათ, მწერლები შეიძლება ისე კარგად ვერ დაწერდნენ თავის ნაწარმოებებს, მხატვრები ასე კარგად ვერ გადაიტანდნენ ტილოზე იმას, რაც მათ შიგნით არის, იმიტომ რომ ეგ პირდაპირ ესე გადატანა, ხო? ვერ გააკეთებდნენ ამას და თავის სამყაროს ერთი სიტყვით ვერ ასახავდნენ გარეთ გარკვეულ სიფრთხეებზე თუ სივრცეებზე. მაგრამ ცხოვრებაში, მაშინ, როდესაც ჩვენ შეუგნებლად არაცნობიერად გადავდივართ ამაზე, ეს რა თქმა უნდა ძალიან ხელისშემშველია. რამდენადაც გაცნობიერებული პროექცია შემოქმედებით პროცესში გვეხმარება, იმდენად გაუცნობიერებელი ეს მექანიზმი, ნამდვილად კონტაქტის წყვეტის მექანიზმად შეიძლება რომ განვიხილოთ. არა მარტო უარყოფით ვარიანტში, არა მარტო ის რომ ვთქვათ, არის ბოლოშურიანი ყავს. ყოველი ესეთი ადამიანებიც, რომლებიც არა, ის ხომას ვერ იკადრებს. თვითონ რო ვერ იკადრებს, აპროეცირებს ამას სხვაზე. და ხანდახან ისეთ უღირს ადამიანზე, რომ წარმოგენას კი ძნელია. ეს პროექცია, ხო? მე რო არ ვიკადრებ. ეს არის შეიძლება სხვა იკადრებს. ხო, ყველა კარგია, ყველა ის მტკიცილი უნდა იყოს, ყველა პოზიტიური უნდა იყოს და უცებრო სხვა რეალობას ხედავ. ოღონდ არ ხდება ეს რეალობა და დავინახოთ იქ სადაც სიკეთეა, სიკეთე იქ სადაც ასე ვთქვათ ბოროტება იქ სადაც გაუგებრობა. ხო? ანუ ადეკვატურად უნდა და ყველას გვაქვს ესეც უნდა ვთქვათ, რომ რაღაც ნაწილები დაცვით მექანიზმების, უბრალოდ ზოგი უფრო მეტად არის გამოხატული ჩვენში, ზოგი უფრო ნაკლებად, მაგრამ ეს პროექციაც